დუბაიში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის თემა იყო ინვესტიციების მომავალი. მანამდე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოვიდა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე. ნინო არღულიანი აშუქებს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და უფრო მეც ის მოგვიყვება. საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ევროპაში. ეკონომიკურმა ზრდამ კი ჩვენს ქვეყანაში 9.3%-ს მიაღწია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა შეხვედრაზე, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. ამ შეხვედრის მთავარი თემა კი ინვესტიციების მომავალი იყო. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმ მიზეზებზე, რის გამოც ქვეყანას რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად ეკონომიკური ზრდა აქვს. მან დაასახელა ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, პოლიტიკური სტაბილურობა, დაბალი საგადასახადო განაკვეთი, სწორი საგადასახადო პოლიტიკა და მარტივი ბიუროკრატია. დღეს ქვეყნის პრემიერმა თქვა, რომ ბოლო წლებში ჩვენმა ქვეყანამ მოახერხა და 8 მილიარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიძია. მან თქვა, რომ საქართველოს 40-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ის რომ ქართული ეკონომიკა სანდუა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა სტაბილური, ამაზე ცხადად მეტყველებს Eagle Hills-ის უპრეცედენტო ინვესტიცია. ის თბილისსა და გონიოში 6,9 მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებაც საქართველოს პრემიერმა ამავე შეხვედრაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძეს უსმენდნენ ამ შეხვედრაზე უმსხვილესი ბიზნეს წრეების, ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, მათ საქართველოს პრემიერმა საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა. მსოფლიო ამჟამად მრავალი გამოწვევის წინაშე იმყოფება, მათ შორის ეკონომიკური განვითარების სფეროში. ამგვარ სიტუაციაში კონტექსტი საქართველოსთვისაც საკმაოდ რთულია, მაგრამ აქამდე წარმატებით ვახერხებთ სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. ბოლო 5 წლის განმავლობაში თუ მაჩვენებლებით ვიმსჯერებთ, საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ევროპაში. 2021 წლიდან 2025 წლამდე ჩვენი საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 9.3% იყო. ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველო მსოფლიოს პირველ ათეულშია ეკონომიკური ზრდის მიხედვით. ამას რამდენიმე მიზეზი ამყარებს. პირველია პოლიტიკური სტაბილურობა. ვიტყოდი, რომ ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტი საკმაოდ რთულია. რეგიონში, უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ჩვენს ირგვლივ არსებული სიტუაცია საერთო ჯამში არ არის მარტივი. თუმცა ამ სირთულეების მიუხედავად პოლიტიკური სტაბილურობა და უწყვეტი მშვიდობა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. საგადასახადო განაკვეთები ძალიან დაბალია და გვაქვს სწორი საგადასახადო პოლიტიკა, რაც კარგ პირობებს ქმნის საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად. გვაქვს მარტივი ბიუროკრატია, რაც ასევე ქმნის კარგ პირობებს ეკონომიკური საქმიანობისთვის. ასევე ნამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკა ეფექტური მართვით გამოირჩევა. ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონეა. თუ საერთაშორისო გლობალურ ინდექსებს გადავავლებთ თვალს, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზე ვართ კორუფციის დაბალი დონით. ევროკავშირის 8-9 წევრ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს. ყოველივე ეს კარგ პირობებს ქმნის საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და სწორედ ეს არის ჩვენი ხედვა. სწორი გარემო შექმნათ საქართველოში უცხოელი ინვესტორებისთვის ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. ეს მიდგომა საკმაოდ კარგად მუშაობს. გლობალურ რეიტინგებშიც კარგი პოზიცია გვაქვს. ეკონომიკური პოლიტიკის უსაფრთხოების და რაც მნიშვნელოვანი პირობაა, ეკონომიკური საქმიანობის საწარმოებლად სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სტრატეგიული მდებარეობა საუკეთესოდ გამოვიყენოთ. ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, დაკავშირებადობაში, მსხვილი კაპიტალდაბანდება ხორციელდება მაგისტრალებში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, ციფრულ დაკავშირებადობაში. შავი ზღვის სანაპიროზე ვგეგმავთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის. მაგისტრალების მშენებლობაში ვდებთ ინვესტიციებს, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით გვქონდეს თანამედროვე ჩქაროსნული მაგისტრალები 2030 წლისთვის. განვახორციელეთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია. დიდი ინვესტიციები იდება ასევე ციფრულ დაკავშირებადობაში. ცდილობთ გლობალური მასშტაბით გავაფართოვოთ ეკონომიკური თანამშრომლობის არეალი. ამჟამად საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები აქვს 40-ზე მეტ ქვეყანასთან.
ესენია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები, ჩინეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება განვითარებაში და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემდგომ ხელშეწყობაში. მოზიდული გვაქვს 8 მილიარდზე მეტის ინვესტიცია. საუბარია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ბოლო 5 წლის განმავლობაში მოხდა და საქართველოს მსგავსი პატარა ზომის ქვეყნისთვის ეს დიდი მიღწევაა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემიძლია გაგიზიაროთ ეკონომიკური პარტნიორობისთვის საქართველოს სანდოობის დასადასტურებლად. საქართველომ 500 მილიონი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციები გამოუშვა. მისი განთავსება სულ ახლახან ლონდონის ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე განხორციელდა. მასზე მოთხოვნა 5.5-ჯერ მეტი იყო და 2.8 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. ესეც ადასტურებს საქართველოს მიმართ არსებულ დიდ ინტერესს და ჩვენი ეკონომიკის სანდოობას. საქართველოსა და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობის ერთ-ერთი მაგალითია ისიც, რომ კომპანია Eagle Hills-მა 6.6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ეს არის პროექტი უძრავი ქონების ბაზარზე, რომლის განხორციელებაც საქართველოში დაიწყო და წინასწარი გაყიდვების შედეგებს თუ შევხედავთ, სახეზეა ძალიან მაღალი ნდობა საქართველოს მიმართ ყველა შესაბამისი ეკონომიკური სუბიექტის მხრიდან. საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა იკვეთება უძრავი ქონების ბაზარზე, მასპინძლობის სფეროში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში, რომელიც ძალიან სწრაფი ზრდის ტემპით ხასიათდება. ეს ყველა ფაქტორი ქმნის მიმზიდველობას და ინვესტორთა ინტერესს განაპირობებს. საქართველოს ენერგეტიკის სფეროში კაპიტალ დაბანდებაც მომგებიანია. ჩვენი გეგმაა საშუალებადიან პერიოდში გავზარდოთ ენერგიის წარმოება 4800 მეგავატიდან 12500 მეგავატამდე 2035 წლისთვის. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ჰიდრორესურსებით და ამიტომ ინვესტიციები ამ და სხვა მზისა და ქარის ელექტროსადგურებში სარგებელს მოუდანს ინვესტორებსა და ქვეყანას. საქართველოს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ჩვენი სურვილია ეკონომიკური თანამშრომლობა გავაფართოოთ. ჩემთვის სასიამოვნო იყო ამ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და ამ დარბაზში ყველას მოვუწოდებ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ. მაღალი დონის შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში მართავს. დუბაიში სამიტს 150-მდე ქვეყნის 6000-მდე წარმომადგენელი ესწრება. კვირის ბოლომდე გაგრძელდება შეხვედრები ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოსვლისა და გაფართოვებული შეხვედრების გარდა რამდენიმე პირისპირ შეხვედრას გამართავს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან და ასევე მსხვილი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებთან.